პეტსონი და ფინდუსი. ნადირობა მელაზე. პეტსონსა და ფინდუსს საქათმეში რამდენიმე ქათამი ჰყავდათ. ფარდულში ბლომად შეშა ეწყო, სხვა დანარჩენი კი საკუჭნაოში. სტუმრებს იშვიათად იღებდნენ, რაც პეტსონს დიდად არც ადარდებდა. ერთ მშვენიერ დღეს მათ მეზობელი გუსტავსონი ეწვია საბელზე გამობრუნული ძაღლითა და მხარზე მოგდებული თოფით. გამარჯობა, პეტსონ, მელა, შენს ხომ არ შემოგეჩვია? კაცრად ჰკითხა მეზობელმა. არა, მელას ჩვენთან რა უნდა? თუმცა იქნებიყო კიდეც და ვერ შევამჩნიე. ხრები აიჩეჩა პეტსონმა. აქ რომ ყოფილიყო, ნამდვილად შეამჩნევდი. ჩაიბორტყუნა გუსტავსონმა. ქათმების ქურდია, წუხელ ქათამი მომპარა, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ მოვკრავ თვალს, ვესვრი. ისე შენს გაამზადე იარაღი, პეტსონ. ვინ იცის, ამაღამ რომ დაინახავს ჩემი ქათმები საგულდაგულოდ გამოვკეტე, შეიძლება შენ მოგადგეს. დაარიგა გუსტავსონმა და გზა განაგრძო. ესე იგი, ამაღამ მელას უნდა ველოდოთ. პეტსონმა მიმავალ გუსტავსონს გააყოლა თვალი. მერე კი კატას ახედა. მგონი ჩვენი ქათმები ახლავე უნდა გამოვამწყდიოთ, ფინდუს. მგონი ეგ შენი გუსტავსონი უნდა გამოვამწყდიოთ. ამოიკნევლა ბერიკაცის ქუდზე მოკალათებულმა ფინდუსმა და გაჯავრებით გახედა მიმავალთ. ეტყობოდა დიდად არც გუსტავსონის ძაღლის დანახვა გახარებია. თოფიან კაცებს წამითაც არ ვენდობი. არ მოგეწონა, მელას მოკლას რომ აპირებს? გაეცინა პეტსონს. ეგრე ხომ მოვა და ქათმებს შეგვიჭამს. მოკვლა რასაჭიროა? მელა უნდა მოატყუო. მე სულ ასე ვიქცევი. აუხსნა ფინდუსმა. ჰო, მოსაკლავად მეც მეწოდება, ფინდუს. ჩაეღიმა პეტსონს. მოდი, ის ოხერი მელა ისე შევაშინოთ, რომ ქათმების შეჭმა აღარასოდეს მოუდეს. პეტსონი საგონებელში ჩავარდა. უცნაურ ხმებს გამოსცემდა, როცა რამე კარგი აზრი მოუვიდოდა თავში. თუმცა მალევე ხელს ჩაიქნევდა, თვლად კარგი აზრი არ ჩანსო. ბოლოს კმაყოფილმა ჩაიხითხითა და იკითხა. სახლში პილპილი გვაქვს, ფინდუს? პილპილის მარაგს რა გამოლევს? მიუგო ფინდუსმა. მაშ საკუჭნაოში წამომყევი, აქ არ დარჩე, მელამ არ მოგიტაცოს. მიაუ, აბა ერთი სცადოს. ავად დაიკნავლა ფინდუსმა, მაგრამ პატრონს მაინც გაჰყვა. საკუჭნაოში პეტსონმა ხელსაწყოების ყუთში თეთრი ბუშტი და მავთული იპოვა. მერე თაროდან ძველი ჩემოდანი გადმოიღო და კაცრად იკითხა. პილპილი სად არის, ფინდუს? რატომ არ დევს თავის ადგილას? ჩემი ნივთები მუდამ მოწესრიგებული მაქვს, ხომ იცი? რამდენადაც მახსოვს. პილპილი აქ არასდროს ყოფილა. სულ ველოსიპედის კალათაში იდო და ეს აქამდეც უნდა გცოდნოდა. შვიდად მიუგო ფინდუსმა. რა თქმა უნდა. პეტსონმა ველოსიპედის კალათიდან პილპილით გატენილი ტომსიკა ამოაძვრინა. მერე ბუშტი პილპილით გაავსო და ისე გაბერა, რომ ცოტაც და გასკდებოდა. ცოტა ბუმბულიც გჭირდება. შენ ხომ არ გაქვს, ფინდუს? სად დამინახე ბუმბული? იწყინა კატამ. პრილანს ჰკითხე. პრილანი ქათმების თავმჯდომარე გახლდათ. ის საკუჭნაოსა და საქათმეს შორის იჯდა და პეტსონისა და ფინდუსის უცნაურ საქმიანობას იქიდან ადევნებდა თვალს. პრილან! გასძახა პეტსონმა. მელას შესაშინებლად ბუმბული გჭირდება. რამდენიმე ცალი ყველამ უნდა შემოგწიროთ. თქვენთვის ვეაჯობებს. სანამ პრილანი დანარჩენ ქათმებს ეკაკანებოდა, პეტსონმა ბუშტს მავთული ისე შემოავლო, რომ კისერი და ფეხები გამოსულიყო. ამასობაში პრილანმა ერთი ტომარა ბუმბული მოიტანა და გამოაცხადა. ოღონდ რომ მორჩებით, დაგვიბრუნეთ. აბა რას ვიზამთ? დაამშვიდა პეტსონმა და ბუშტზე ბუმბულების მიწებებას შეუდგა. პეტსონს კატაც ეხმარებოდა. როცა მუშაობას მორჩნენ, ბუშტს ნამდვილი ქათმისაგან ვერ გაარჩევდით. ლამაზი ქათამი გია, მაგრამ რა ბედი ეწევა? იკითხა ფინდუსმა. მელას საკბილო გახდება. გამხიარულდა პეტსონი. ის ჩუმჩუმელა რომ შემოიპარება,
ეზოში მარტო მდგარ ქათამს მოჰკრავს თვალს და რასაკვირველია თავს და ესხმება. მაგრამ კბილებს ჩაასობს თუ არა, ეს ჩვენი ქათამი წამში აფეთქდება. ბახ! მელას ცხვირპირი პილპილით გაესება და ისეთი ხველაც ემინება აუტყდება, რომ ქათმის სახსენებელი საშვილი შვილად შეძულდება. ქათმებმა მოწონების ნიშნად ტაში დასცხეს. ფინდუსმა კი ამაყად გადახედა თავის ბერიკაცს. ნამდვილი ჭკუის კოლოფი ხარ, პეტსონ. ქათამი ეზოში მიწაზე დაამაგრეს და ერთხანს მის საცქერლად შეყომდნენ. მშვენიერია. დაასკვნა ფინდუსმა. დიახ, დიახ. დაეთანხმა პეტსონი ამაყად. ნეტა ეს თუ ეყოფა. იკითხა ფინდუსმა. რახან ვაშინებთ, ცოტა მეტი ბაგაბუგი ხომ არა გვეტეხა. ხომ უნდა მივახვედროთ, რომ აქ მისი მობრძანება არავის უხარია. ბათქაბუთქი მოგწონს, არა? პეტსონმა კატას თვალი ჩაუკრა. ისე რა, უდარდელად მიუგო კატამ. უფრო ჩვენს უბედურ ქათმებზე ვდარდობ. ხო, სულ იმაზე ფიქრობ. აბა რა? ჩაიცინა ბერიკაცმა. ცხვირზე ხელი მოიჭირა და ცოტა ხნით ჩაფიქრდა. თუმცა მართალი ხარ. 1-2 შუშხუნაც დავუტოთ. ყველაფერს უკეთ რომ მიხვდეს. ახლა კი მე გამომყევი. ეგ ქათამი არა გიფეთქდეს. მიაუ, ვგავარ მელას. დაიკნალა ფინდუსმა, მაგრამ პატრონს მაინც წაჰყვა. პეტსონი საკუჭნაოში შებრუნდა და ღუმელზე შემოწყობილი საღებავის ქილებში დაიწყო ფექვა. შეიძლება ვიკითხო, სადაა შუშხუნები? გაუჯავდა ფინდუსს. გუშინ წინ აქ უამრავი შუშხუნა იყო. ახლა კი ერთიც ვერ მიპოვია. ფინდუს, შენ გელაპარაკები? რამდენადაც მახსოვს, კარს უკან, ქუდების ყუთში ეყარა ხოლმე. შვიდეთ მიუგო ფინდუსმა. ჰო. ჩაიბურტყუნა პეტსონმა და ჯიბეები შუშხუნებითა და პატრუქით გამოიტენა. მერე შუშხუნები მთელ ეზოს შემოავლეს. პეტსონმა ისინი ერთმანეთს პატრუქით გადააბა. პატრუქი სახლის კარის ხრიჭოში გააძვრივნა. მისაღებში გაატარა და საძინებელში თავის საწოლამდე მიიყვანა. ესეც ასე. ერთი მელას შესაშინებლად კი უნდა გვეყოს. თქვა კმაყოფილმა. ამაღამ მელა ეზოში რომ შემოიპარება, ბუშტის ქათამს უკბენს და ააფეთქებს. მე კი მაშინვე პატრუქს მოვუკიდებ. ჩვენს ეზოში დიდი ბათქაბუთქი ატყდება და ამისაც თუ არ შეეშინდა, მაშინ არ ვიცი რა ჯიშის მელაა. ფინდუსი პატრუქს ჩუმად უყურებდა. მერე კი თქვა. მელიები დიდი სულელი არსებები არიან. ნეტა რამდენიმე შუშხუნა საკმარისი იქნება, რომ მიხვდეს და ქათმებს აღარ გაეკაროს. რახან ამდენს ვაკეთებთ. მოდი, ბარემ, საზარელი მოჩვენებითაც შევაშინოთ. როგორ გიყვარს ეს მოჩვენებები? ამოიოხრა ბერიკაცმა, მაგრამ მაშინვე საზარელ მოჩვენებაზე დაიწყო ფიქრი. მალე ისევ ეზოში იდგა, ცას ასცქეროდა და ბურტყუნებდა. ახლა ვეკავჭიმოთ ბაგირი. წამომყევი ფინდუს, შუშხუნები არა გიფეთქდეს. მიაუ, რა სისულელეა. დაიკნალა ფინდუსმა, მაგრამ პატრონს მაინც წაჰყვა. პეტსონი საკუჭნაოს კედელს ერთხან ჩუმად მიშტერებოდა. მერე მკაცრად იკითხა. ამას წინათ გრძელზე გრძელითო კი ჩემი ხელით დავახვიე კოხტად და აი ამ ლურსმანზე ჩამოკიდე. ახლა კი აქ ვიოლინო კიდია. შენი ოინებია, ფინდუს? თოკი ლურსმანზე კი არა, ამას წინათ მანქანის საბურავში ჩადე, პეტსონ. ხო, ალბათ ეგრე იყო, მაგრამ ჩაიბურტყუნა მოხუცმა და საბურავიდან თოკი ამოაძვრივნა. მერე თეთრი ზეწარი და რკინის ძელზე დამაგრებული გორგოლაჭი იპოვა. პეტსონი გარეთ გავიდა. სახლის სახურავსა და ეზოს გადაღმა მდგარ ხეს შორის ბაგირი გაჭიმა. ზედ გორგოლაჭი დაამაგრა და ფინდუს გასწახა. აქ მოდი, ფინდუს, ბაგირზე უნდა ჩამოეკიდო. კატა კიბეზე აძურა.
პეტსონმა ზეწარი ჩამოაცვა და ასწავლა თავი როგორ შეემაგრებინა. მერე ხელი გაუშვა. ჰოპლა, კატა მოჩვენებამ ეზოს გადაუქროლა და რამდენიმე წამში მეორე მხარეს, ხის ძირას ჩამოხდა. შვენიერია. მოიწონა პეტსონმა. ზუსტად ასე მქონდა ჩაფიქრებული. ამაღამ, როცა პატრუკს მოვუკიდებ, სხვენზე გაიქცევი და მოჩვენების ზეწარს გადაიფარებ. ხოლო როცა დიდი ბათქაბუთქი ატყდება, ფანჯრიდან გადახტები და გორგოლაჭს მოეჭიდები. ზედ მელას თავზე რომ მოექცევი, ერთს ომახიანად დაუყვირებ, ქათმებს ნუიპარავ. აი მაშინ კი მიხვდება ჩვენს შეგონებას. ხო, რა თქმა უნდა. თათი-თად შემოჰკრა ფინდუსმა. ძალიან ბედნიერი იყო. ფეიერვერკსაც ნახავდა, მოჩვენებაც იქნებოდა და ბაგირითაც იფრენდა. გონი საკმარისია. გამოაცხადა კმაყოფილმა პეტსონმა. ახლა შინ შევიდეთ და ყავა დავლიოთ. ასეც მოიქცნენ. პეტსონმა დაბნელებამდე ყველა ქათამი სამზარეულოში დააბინავა. დაარიგა ჩუმად ყოფილიყვნენ და ყვავილის ქოთნის უკან რიგრიგობით ედარაჯათ. თუ რომელიმე მათგანი მელას შენიშნავდა, მაშინვე პეტსონი უნდა გაეღვიძებინა. სანამ დასაძინებლად დაწვებოდნენ, ყველაფერი გადაამოწმეს და გეგმაც გადაიმეორეს. შუაღამისას, როცა მელა რეზინის ქათამს უკმეს და ააფეთქებს, პეტსონი პატრუკს ცეცხლს მოუკიდებს. ფინდუსი კი სხვენზე აირბენს და ბაგირზე დაეკიდება. მის ომახიან ყვირილზე ქათმებს ნუიპარავ, მელა მოკურცხლავს და უკან აღარასოდეს დაბრუნდება. დიახ, ამაღამ ყველაფერი სწორედ ასე იქნებაო, სჯელობდნენ ბერიკაცი და კატა. აი, დავწვევით და რამდენიმე საათში, რამდენიმე წუთში, იქნებ რამდენიმე წამში. ფინდუსი ისე დაიღალა, რომ მალე ღრმად ჩაეძინა. პეტსონი კი ვერაფრით იძინებდა. იწვა სიფნელეში და ელოდა, მაგრამ ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. თუმცა მოიცა, გონი რაღაც გაფაჩუნდა. ნუ თუ მოეჩვენა, რომ გარეთ ვიღაც იყო. ბერიკაცი საწოლიდან გადმოძვრა. მისაღებში შეიპარა და ფანჯრიდან გაიჭრიდა. მელა მოსულიყო. საქათმესთან დასუნსულებდა. ჩია, გამხდარი და შეშინებული ჩანდა. საწყალი, უკანა თათით კოჭლობდა. იქნებ სწორედ ამიტომ იპარავს ქათმებს, აბა კურდღელს როგორ დაეწევა. მოდი პატრუკს ცეცხლს არ მოვუკიდებ. თანაგრძნობით გაიფიქრა პეტსონმა. უცებ მელამ შუა ეზოში რეზინის ქათამი შეამჩნია და მისკენ ნელა, ძალიან ნელა დაიძრა. მერე სწრაფად გაიჭრა წინ და ზედ ქათამთან შეჩერდა. ფრთხილად დაყნოსა. უცებ ადგილს მოწყდა და სახლის უკან დაიმალა. პეტსონმა სახლის უკანა ფანჯარასთან მიირბინა, რომ ცხოველისთვის თვალი ედევნებინა. მელა ამასობაში ღობეზე გადამხტარიყო. წყნარად იჯდა სიბნელეში და ეზოში იყურებოდა. რა დასანანია, რომ გუსტავსონს მისი მოკლა უნდა, შეებრალა ბერიკაც. ირგვლივ სიჩუმე და სიმშვიდე იდგა. მხოლოდ კედლის საათის წიკწიკი ისმოდა. დაუცებ ბახ! ბუშტი აფეთქდა. ეზოში ვიღაცას ხელა და ცემინება აუტყდა. ფინდუსი ისე წამოხტა, თითქოს ბატუტზე ეძინაო და იყვირა. პატრუკს მოუკიდე, პეტსონ! როცა დაინახა ბერიკაცი იქ არ იყო, პატრუკს თვითონვე მოუკიდა და ორ წამში მთელი ეზო ფეიერვერკმა გაანათა. ფინდუსმა სხვენისკენ მოკურცხლა. მოჩვენების ზეწარში გაეხვია. ბაგირზე დაეკიდა და იყვირა. მელიებზე ნუ ნადირობ! რაო? ეს არ უნდა ეთქვა. შეეშალა, მაგრამ მაინც მართალი აღმოჩნდა. ყვირილს მორჩა თუ არა დაინახა ამაურ ზაურში, მელა კი არა, გუსტავსონი მოხვედრილიყო. ძაღლიც თან ახლდა და თოფი. ძაღლი მოოდა. შეშინებული გუსტავსონი კი საბრალო ხმით ღრიალებდა და მისკენ ფრინავ მოჩვენებას ეხვეწებოდა. მელას აღარასდროს ვესვრით, პირდები, შეწყვითეთ გთხოვთ. უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. რატომ? იმიტომ რომ ყველა შუშხუნა გასკდა. კატა მოჩვენება კი ხის ტოტებში მიიმალა. ძაღლმა დრო იხელთა და გაიქცა. მხოლოდ გუსტავსონი იდგა გაუნძრევლად და ჯერაც გაოცებული აქეთ-იქით იყურებოდა. უცებ ბოლო შუშხუნა აზუზუმდა. და საბრალო გუსტავსონს ისე შეეშინდა, რომ აღრიალებულმა უკან მოუხედავად მოკურცხლა. როცა ყველაფერი საბოლოოდ მიწყნარდა, ფინდუსი ხიდან ჩამოხტა და სახლისკენ გაიქცა. იქ კი პეტსონი იდგა და ხარხარებდა. მან შესვლისთანავე შეაქო კატა. ყოჩა, ფინდუს, დამიჯერე, მელა აქ
ნამდვილად აღარასოდეს გამოჩნდება. მელა კი არა, გუსტავსონი იყო. ამოიოხრა ფინდუსმა. ო, დავინახე, მაგრამ სანამ შენ გეძინა, აქ მელაც ბრძანდებოდა. რეზინის ქათამი არ მოეწონა. ალბათ ისიც დაინახა, როგორ აფეთქდა, რადგან ამაურ ზაურში სამზარეულოში შემოვარდნილა, მაგრამ ჩვენი ქათმებისთვის ზედაც არ შეუხედავს. ალბათ იფიქრა, ესენიც აფეთქდებიანო, თუმცა შოკოლადის ნამცხვერი კი მაინც მოუპარავს. რა გამოუსწორებელი ქურდბაცაცაა ეს მელა. ჩაიცინა ფინდუსმა. მაგრამ ჯანდაბას ვაპატიოთ. ისე ერთი შოკოლადის ნამცხვარი მეც ხომ დავიმსახურე, პეტსონ? რა საკვირველია? ხალისით დაეთანხმა გახარებული პეტსონი.